Ad modiona Shemkhena shemeshinda Stignis dinari meshomda Shemkhena shemeshinda Stignis dinari meshomda Shera biju. Rasha mogidua kheli akaki teleteli vitara. Ar უნდა შემოვარო ვენაც გარშემოხანდა ხარ. Amo patro, შენი ძილი დალიერა მე ნახე თვითონ როგორ შემოგიარო. ტრისტანი 45 წლის მანძილზე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი და სულ საჭირო არტისტი იყო. აი ძალიან იშვიათად ხდება, რომ ამ ხელა გზა განვლო თეატრში და არასოდეს არ დაკარგო აქტუალობა. სულ იყო განაწილებული სტურუასთან, სულ იყო პარალელურად კინოში, მაგრამ მისი გამოჩენა სცენაზე და ეს იყო ეპიზოდი თუ მეორე როლი თუ პირველი როლი, ყოველთვის რაღაცა იმ მნიშვნელოვანთან ასოცირდებოდა. აი მაგალითად, კაცი ადამიანში ხო ჟანრი, თათული, ისეთი მნიშვნელოვანი იყო ტრისტანის პერსონაჟი, თითქოს სრულიად შეცვლილი, აი ყველანაირად გარდასახული გამოდიოდა, გარეგნულიერსახე, ვითომ არაფერი, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი სახე ქონდა გაკეთებული, რომ აი განსაკუთრებულად მეყვარდა მისი ნახვა სცენაზე, რადგან მან იცოდა ატმოსფეროს შეგრძნება, აი ზუსტად გრძნობდა იმ ატმოსფეროს, რომელშიც იყო და არ ეზარებოდა მუშაობა. აი არტისტები არიან, რომლებიც რაღაცა ინტუიციით მიყვებიან პერსონაჟის შექმნას და ტრისტანს აი განსაკუთრებით ხშირად ნახავდით, რომ რაღაცა მუშაობდა თავის თავზე და ემზადებოდა პერსონაჟისთვის. Მარტო ისე თქვენ აი თვალთ მაგწოვები თუ გინახავთ აქ ქალაქში აი თვალთ მაგწოვები აი თეატრი ო თვალთ მაგწოვები აი ესა გაჭენებულ ცხენზე და კაცის შაჯდებაზე და ხო მე იმ კაცზე და კიდე კაცის შაჯდებაზე და ცხენით არა მირით იმ კაცზე და კიდე კაცის შაჯდებაზე და მიდი და მიდი აშკაც ეხლა სუსტად აღგრძნობ თორსა თორე გავაკაცები მე მაგას კინოშიც და თეატრშიც აი მიუხედავად ისა რომ თავიდანვე პოპულარობა კინომ მოუტანა აი ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანს ქმნიდა შეიძლება ერთი გაელვება ქონოდა მაგრამ ის აუცილებლად იქნებოდა დასამახსოვრებელი და მე მგონია რომ ტრისტანის ნაირი არტისტები ძალიან საჭიროა ყველა დროში, იმიტომ რომ გოდერძი ჩოხელს უყვარდა მისი გადაღება და ერთხელ თქვა კიდევაც რომ ტრისტანი კინოში ატმოსფეროს ქმნისო. აი ატმოსფეროს შექმნის არტისტი იყო. და რაოდენ ისეთი თამამი იყო სცენაზე და ცხოვრებაში იყო მორცხვი. წინვალების მსახიობის სცენაზე აგერ პრომეთეი თამაშია ბოლოს. კაცი ადამიანი ლამარა ჩემს გვერდზე, რომელ სპექტაკლებში ერთად ვიყავით. და მინდა გითხრათ, რომ ყოველ საახალწლო სპექტაკლებში, რაც რუსთაველის თეატრში გადიოდა, ტრისტანი თამაშობდა სულ, იმიტომ რომ მას დიდი სიხარული მოქონდა იმ ახალგაზრდა თაობისთვის, იმიტომ რომ ყველა იცნობდა მას ფილმებიდან და ყველა პატივს სცემდა. მე არ ვიცი, სად უნდა ყოფილიყავით, რომ ტრისტანი არ ეცნოთ და არ მოფერებოდნენ და არ მოსიყვარულებდნენ და ან ავტოგრაფი არ ეთხოვოთ, ან ფოტოს გადაღება არ ეთხოვოთ.
საოცარი იუმორი ჰქონდა და საოცრად მორცხვი იყო. მისი შვილი ლევანი იყო ჩემი სტუდენტი. თემურ ჩხეიძის ჯგუფში სწავლობდა და აღფრთოვანდი ლევანის რაღაცა ინტელექტუალობით და დამოკიდებულებით პროფესიისადმი და ტრისტანი რომ ნახე, უყვები ანთებული, რომ აი რა მაგარია, რა გორი შვილი ყავს და იყურება აქეთ იქით და რას უყურებ. არა, მინდა ვინმე გამოიაროს, რომ ხომაც გაიგოს ჩემ შვილს რო აქებო. თან ძალიან შეერწყო, მაგრამ თან იუმორით გადაიტანა საუბარი. არ ვიცი, ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ის სიყვარულის კაცი იყო. აი ხო იყო წინა თაობაში, რომ ეროსი დადიოდა სხვისი საქმეების გასაკეთებლად. აი ეს რომ ვიღაცას მისთვის უცნობ, ან ისეთ გამლელ ადამიანს დახმარებოდა, ისო რამდენიმე კაცმა იტვირთა მის თაობაში და ერთ-ერთი ტრისტანი იყო, რომელიც ესე დაყვებოდა ხალხს რაღაცაში დასახმარებლად და რაღაცა საქმის გასაკეთებლად. არ იყო რაღაც საკითხი, სადაც მე მიჭირდა, რომ ის ჩემ გვერდზე არ ყოფილიყო. იმიტომ რომ უპოპულარესი კაცი იყო. მთელი საქართველო იცნობდა და უდიდეს პატივს სცემდა ტრისტანს. დაუზარელი კაცი იყო, ამ ხრივ წამოყვებოდა ყველგან, სადაც შეეძლო, გააღებდა კარებს და აი ჩემი მეგობარი ბატონი დათო და მინდა და ასე და ასე. ბევრი სიკეთეა გაკეთებული ჩემთვის. რომელზედაც მიჭის ლაპარაკი. მე კი მახსენდება ყველაფერი, მაგრამ მე მიჭის ლაპარაკი, იმიტომ რომ ის აღარ არის ჩემს გვერდზე. შენ თვითონ ვინახარ? მე ქრისტეფორე კოლუმბი ვარ. თქვენ ვინახარ? ჩვენა რაჭველები გახლავართ, ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს დათუნიკა. გახლავართ ბატონო. მე კიდე თქვენს კარგად მოგეხსენებათ. ვიკენდი გახლავართ, ჩემო ბატონო. გარეგნობა ქონდა რაღაც უცნაური, აი თითქოს და იყო აი ესეთი ქართველი სახასიათო გარეგნობის ხო რაღაცა აი კომიკურ განხრით რაღაც, მაგრამ არ იყო ესე ჩააცმევდი გერმანულ ფორმას და უცებ გერმანულად მოგევლინებოდა. უხდებოდა კამზოლი, უხდებოდა რა ვიცი, რამდენი ფრაკი და იცით რა, აი ეს მარტო მე არ მithქოს, ამას ამბობდა ბატონ რობერტ სტურვაც და იყო მისგან აღიარებული მსახიობი იყო ზუსტად ტრისტანი და მეც უერთდები ამ იმას, რომ ტრისტანი იყო რაღაც იდეალურად სცენიური და ფოტოგენიური კინოში. რაც და იშვიათია ესე დამთხოვიცი, არიან გადასარევი ნიჭიერი მსახიობები არიან თეატრში როლები, გარდასახვის მსახიობები ყველაფერს ქმნიან, მაგრამ კინო არ ღებულობს ან ეს კაცი კიდე მიღებული იყო როგორც იქ, ისე აი თვითონ უყვარდა ამის თქმა, რომ აი ფილმი რო გამოვიდა სიყვარული ყველას უნდა, ხო? მეორე დღეს ჩამოვედი თბილისში და ვიყავი პოპულარული, არც ვიცოდიო, რომ ეს როცა ჩვენება მოხდა ამ ფილმი. და ზუსტად ესე იყო პირველივე დღიდან შეიყვარა მაყურებელმა. იყოს რა შეფეხებათ მინდა რა. აიღე ბიჭო, გავს თუ ხია. ელება დაგჭირდეს კაცო, წყალს აკეთოს თუ პულსა. ვარა უჯიშო რამეა ბიჭო. რა დეკლარაცია უნდა გამოვიყენოთ ეგა? მან ცოლები შევიდოთ ხა? მოდი ვინც არა? მან უკვე ითამაშა ფილმში, რომელიც მე ვნახე და მივხვდი, რომ აქვს რაღაცა ძალიან ძლიერი ისეთი არასტანდარტული ნიჭი. და მივიღეთ ჩვენს თეატრში და მივხვდით ასეთი ტიპიური ქართველი კაცის გარეგნობაზე, მე ხა ბევრი როლები მიმიცია და ერთი უნიკალური თვისება ჰქონდა. ინგლისელს თამაშობდა, გავდა ინგლისელს. თამაშობდა ქართველს, ქართველი იყო, ეს იოლია. ნებისმიერ როლში, აი ისე
ახერხებდა რომ ვერ ატყობდი რომ ის მეგონა ხოლმე რომ ყველგან ქართველი იქნება არა აი ამ რაღაც არს გრძნობდა ყველა ერის ანუ ერის პიესაში თუ არის ასეთი გმირები და რას თავარია იყო აი დინამდე შეყვარებული თავის საქმეში მეჩვენებოდა რომ ცოტა ფანტაზიური კაცი იყო ხო აი ვიღაცა დიდ კაცზე იტყო და რომ ამერიკაში რო ჩავედი აი მერი შემხვდა თურმე ჩემ ძმაკაც დაურეკია რომელიმაც ის გაიცნოს რაღაც გაგრაში თუ რაღაცა და რაღაცა ამსედ აბსურდს მოყვებოდა და სულ მეცინებოდა რატო იგონეს აი მე დაუჯერებელი ისტორია იყო ხო და რაღაცა ტელევიზორს უყურებ ან რაღაცა გავიდა დრო და უცებ ის მე გამოდის და არ ამბობს რომ ესეთი რამე მოხდა ქართული აი ესეთი ის იყო ტრისტანი აი როგორ კარგი გაგებით მოდებული იყო თელ სამყაროს იმიტომ დიდსაც უყარდა პატარასაც მეზობელსაც მეგობარსაც და თელ საქართველოს გადახტებ 10-მდე დაითვლი ამას გამოკაჩავ პარაშუტი გაიხსნება გაიგე რა არის ა გაუგებარი დაითვლი 10-მდე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გამოკაჩე გაიხსნა გაიგე აბა წავედით აბა წავედით ხონგახსოვს ო ერთი ათი ტრისტანის თვისება იყო რომ ის რასაც გააკეთებდა ცდილობდა რომ იმ მოფიქრებულ გზას არ გადაუხვიოს ეს არის მსახიობის უდიდესი პროფესიონალიზმი შეიძლება სპექტაკლის სლელობის განმავლობაში იგი გაიზარდოს, უკეთესი გახდეს, იმიტომ რომ უკეთ ფლობს იმ სახის არს, რომელსაც თამაშობს. ახლა მაგალითად რო შევედი რეპეტიციაზე ტრისტანზე პრემიერის დღეს დაუწერე უზარმაზარი ტექსტი. ყველა პიესას რომელსაც ჩვენ დგავთ მე როგორც მოსდევს საერთოდ თეატრის ისტორიას ყოველი თეატრი ქმნის თავის ვერსიას ცნობილი პიესის ტრისტანა არასოდეს არ ცვლიდა, ცდილობდა ყოველ შემთხვევაში არ ღალატა იმ პრინციპების, რომელსაც ჩაავლო მუშაობის დროს და მით უმეტეს მერე სპექტაკლების დროს. კი, შეიძლება მე ზოგჯერ მიფიქრე, ანუ თამაშობ უამრავ
რამდენჯერმე ერთი და იგივე როლს და როგორ არ გბეზდება თქო. კიდევ კარგი რომ მე არა ვარ მსახიობი, ალბათ მომბეზდება და დავიწყებდი ხულიგნობას მე როლებში. ხო და აი ეს თვისება ძალიან ესეთი გარშემო შეიძლება ვიღაც ავიწყდება, ვიღაცა რაღაც იმპროვიზაციას ჩადის. ტრისტანის მაგალითი აიძულებდა სხვა მსახიობებს, რომ არ ეღალატათ იმ დადგმისთვის. და იმიტომ საოცრება ხდებოდა, ანშლაგები იყოს, სპექტაკლი მიდიოდა ანშლაგებით. მე მესმის, რომ პიესაც გადასარევი პიესა ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო რეპერტუარში. 6 გაინიშნება დამატებითი დრო. ზოგიერთები ვეღარ არიან ჭკუაზე. ერთი ტურტლიანი ბიჭის გულისათვის. აბა ბიჭო. ოთხმოცდაცხრამეტი წელია. 2000 არ დაწყებულა ჯერ 1999 წლის პერიოდია და ქონდა ისეთი ის რომ შაბათი კვირა მივდიოდი კოლმეურნეობის ბაზარზე, ახლა კარფური როა მოედანზე და ჩემ დას, რომელსაც ბევრი შვილები ყავდა, დიდ ბაზარს უკეთებდით, ხილი, ხორცი, ბოსტნეული რაღაცეები და შევედით და ვუყიდეთ რაღაცები და დავინახე ვაშლებია უამრავი და სადაურია მეთქი ვაშლი და ახალდაბიდან არის და ტრისტანა ხო ახალდაბიდან იყო და მე ვაწყობ რა, მე და ნათია ვაწყობთ რამოდენიმე ნაირს. გოგო თამარ, ვინ? შემომხედავ. თამრო ეძახის ვიღაცას იქით. თამრომაც გამოიხედა, რაო, რა გინდაო. ნახე გოგო ვინდა განახო, ჩვენი ტრისტანა სარალიძე ჩემზე ეუნა. აუ წაგვსკდა ვენანათია სიცილი და უყვებოდი, რა იყო, ცუდვინმე შეგადარესო? მე რეკონდა ხოლმე მაგას ხოლმე, რა იყო, ერთი ვაშლი ვერ შეჭამადე და ჩემაო, ნინოს ეუნეოდა ლორდ ხიფარიძეს ფეხმძიმობაზე, რომ ვაშლი ჭამეო სიმპათიური გამოვაო და და დედა ჩემო ვერ შეჭამა, რა ვაშლებიო, რომ მეც ცოტა სიმპათიური ყოფილიყავი, რაც იყო ძალიან მაგარი იყო და ძალიან კარგი კაცი იყო და ძმაკაცობაც შეეძლო, მეგობრობაც. გამარჯობა. რაჭა. სოფელი ჭიორა. ჯემალ გაგნიძეს. იცი თუ არა უბედური მინა გორდეზიანის მისამართი. შეგვატყობინეთ სასწრაფო. სადგურის მოედნის ფოსტაზე მოკითხვამდე. თანასოფლელთა სახელითა და დავალებით ბიკეთ. წეთი. სადაც კი უთამაშია გამორჩეული სიხალისი და აზარტით შესრულებული იყო. ეს განსაკუთრებული თვისება იცი და არიან სახეობები, ჩაფიქრებულები, ნიჭიერები აკეთებენ კიდეც ყველაფერს. ტრისტანს ამაზე ბევრი არ ჭირდებოდა. აი მისი ბოლო ფილმი ვნახე მე ბატონ ელდარ შენგელეს და გადაღებული აი ჩიტები ქვია თუ რაღაც და აი კაცია რომელსაც ჩიტები მეგობრობენ რაღაცა და ну ამას თუ ტრისტანი იყო ვერ ვიჯერებდი, იმიტომ იმდენად პოეტური იყო ეს ყველაფერი რომ აი წარმოვიდგინეთ რომ მეზობლებმა მოუწყვეს ჯანკი რომ ეს ფრინველები მოიშორეთ, გვაწუხებენ ჟივილ-ხივილი რაღაცა და ну ამან დაითხოვა თუ რაღაცა და მე ეს ზღაპრული ის აქვს რა დასასრულები და მოდიან ეს გაფერადებული ეს ჩიტები რაღაც უკვე ფერადი იმაში გადადიან და როშლის ეს ხელს და ყველგან ასხდა. აი რომ მკითხოთ, აი ფოტოს გავაჩერებდი და ვიტყოდი რომ ტრისტანმა ეს დაიმსახურა.
როცა ბატონი ელდარ შენგელა იღებდა ამ ჩიტებს, ალავერჩი ქონდა გადაღება. და მე ჩავედი ამ გადასაღებ მოედანზე და რაღაცა ეს ალავერდი ულამაზესი უცბად წამოვიდა ცისარტყელა. აი რაღაც საოცარი ატმოსფერო იყო, შემოდგომის გვიანი საღამო იყო. და პირველად ვნახე ესეთია სევდიანი ტრისტანი, რაღაც ჩაფიქრებული. იქ ვირი იყო, ვირზე მობმული პატარა ურემი იყო, იმ ურემს ძაღლი დაყვებოდა და ეს რო ძაღლიო თავიდან არ გჭირდებოდა, მაგრამ ისე დამიმეგობრდა მე და ვირსო, რომ უჩვენოთ აღარ ვსლებსო და კადრიდან ვერ გაყავდათ და მე დაამატეს ძაღლიც და იქ მივხვდი რა შრომის მოყარე არტისტია ტრისტანი, რომ თან ნერვიულობდა, რომ ელდარ შენგელაიასთან ესეც საპასუხისმგებლო როლზე მუშაობდა, თან აი ნიუანსებს აკვირდებოდა და არტისტი, რომელიც ნიუანსებით მუშაობს, ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ერთხელ ესეთი დეტალი მითხრა, რომ ჩემ სიმამრთან რომ მივედიო ხელისათხოვნელათო, ველოდებოდიო, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო და როგორ მივხვდიო, იციო, რომ კარგ ხასიათზე იყო, ჰამაკში ქანაობდაო და რომ გაქანდებოდაო, ვიცა, რო გამოქანდებოდაო, ჩუსტებს დატოვებდა და გაქანებულზე აიტაცებდაო და რომ ნახე რომ ეს რამდენჯერმე გააკეთა, მივხვდი რომ კარგ ხასიათზე იყო. აი ესე დეტალს რო შეამჩნეს კაცი, იმან იცის ნიუანსი იმ პროფესიისა, რომელსაც ემსახურება. ტრისტანი იყო აი ცნობილი როგორც სახასიათო როლების შემსრულებელი და ძალიან კარგი იყო. მაგრამ მე მინდა აღნიშნო, რომ ბოლოს, როდესაც ითამაშა ელდარ შენგელაიას ფილმში ჩიტები, აი უკვე აბსოლუტურად სხვა ჟანრი იყო ესა და სულ სხვანაირად წარმოუჩინდა მისი სახე, როგორც დრამატული აი ესეთი ტრაგიკული მოხუცი კაცის როლი. ისე რომ ნიჭი ქონდა ამისაც, იმისაც, ჩვენ ერთად ვიყავით თეატრშიც, კინოშიც ძალიან ბევრჯერ ერთ ფილმში გვითამაშია და ყოველთვის იცით როგორი ის იყო, აი დაუზარელი მუშაობდა ძალიან ბევრს, ძალიან აი ხასგასმით უნდოდა რომ თქვათ აი ესე ემუშავა რომ არაფერი არ დარჩენილიყო რაღაცა და სულ გვეკითხებოდა ხოლმე ვაიმე როგორი იყო დამიწერდა პეტროვნა როგორი იყო არაჩვეულებრივი უნიჭიერესი მსახიობი მოიწვა აი ჩვენი თაობის გამორჩეულად ნიჭიერი კაცი ტრისტანი ისეთი ადამიანი იყო რომ მეგონა რომ სულ იქნება აი ახლა რო იყოს აქ მე ვიტყოდი რომ ძალიან დაგვაკლდა ჩვენ ყველას და დაგვაკლდა არა მარტო წინვალე მსახიობობით არამედ აი იმ უხილავი სიკეთით თუ რავი როგორ ვთქვა არც ვიცი იმ უხილავი ზნეობით რომელიც მას გააჩნდა